ნეიროგრაფიკა არის პოზიტიური ცვლილებების მეთოდი. ეს არის მეთოდი, რომელიც ერთ ნახატში მუშაობს 7 ცნობიერების 7 შრეზე. რომელი პრაქტიკა იცი კიდევ ისეთი, რომელიც 7 შრეზე მუშაობს ერთდროულად. სინამდვილეში უამრავი მაქვს ასეთი, მაგრამ პირველი, რომელიც მომდის ყოველთვის თავში, არის кейსი, როდესაც ერთ ნახატში ადამიანმა გაიორმაგა შემოსავალი, გაიორმაგა ხელფასი და დაწინაურდა ორი პოზიციით. თან 3 დღის შემდეგ, ხატვიდან 3 დღეში. შენმა ხელმა პასუხი უფრო სწრაფად იცის, ვიდრე შენი გონება იაზრებს. ანუ იქამდე იცის, სანამ შენ გაიაზრებ. და ეს შეიძლება იყოს ის სინამდვილე, რომლის შესახებ წარმოდგენაც არ გაქვს. რომ ნეიროგრაფიკა არ მუშაობს, რომ ეს უბრალოდ ხატვაა. სინამდვილეში ეს უდიდესი ტრანსფორმაციების მომტანი პრაქტიკაა. ის გეტყოდა, რომ შენ სულ უნდა იმოძრაო, რომ მოძრაობაში მოდის ენერგია და რომ ამ მოძრაობაში ხდება ცვლილებები, რომლის შესახებ შენ შეიძლება ჯერ არ იცოდე, მაგრამ ძალიან მალე შეამჩნევ ამ ცვლილებებს საკუთარ თავს. უბრალოდ მიენდე პროცესს. აბსოლუტურად ყოველთვის. ასაკობრივადაც არ აქვს შეზღუდვა. ანუ თუ კი ბავშვს ესმის იმ ასაკშია, რომ შეუძლია მიხვდეს და გამოყვეს კიდირებულად, აბსოლუტურად 6-7 წლიდან ბავშვსაც კი შეუძლია რომ ხატოს. არა. ხატვის ცოდნა არ არის აუცილებელი. შენ უბრალოდ უნდა შეგეძლოს კალმის დაჭერა და წრეების მოხაზვა. ხაზების გავლება.